ვაისა და ღვინის შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებების მიხედვით მეღვინეებს ღვინის ჭურჭელზე QR კოდების დატანის ვალდებულება უჩნდებათ, რომელიც მომხმარებელს ჩამოსხმული ღვინის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის. ნიშანდება ფასიანი იქნება, როგორ აისახება დამატებითი გადასახადი სექტორზე და როგორ აფასებენ დაგეგმილ ცვლილებებს მეღვინეები. დეტალებით ქრისტინე გამთენაძე გვერდება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. მაია, გამარჯობა. ვასისა და ღვინის შესახებ კანონ პროექტი, რომლის ინიციატორიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ორი მოსმენით უკვე მიღებულია. კანონ პროექტის სხვა არაერთ ცვლილებასთან ერთად ღვინის ბოთლზე შესაბამისი ნიშანდების დატანის ვალდებულებას აჩენს. ნიშანდება ფასიანი იქნება, მას ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს. ალკოჰოლური სასმელების ნიშანდების სავარაუდო ღირებულება კი ერთ ბოთლზე 10 თეთრით არის განსაზღვრული. როგორც კანონ პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, თუ ავიღებთ ალკოჰოლიანი სასმელების რეალიზაციის წინა წლების მაჩვენებლებს, ეს წლიურად არის საშუალოდ 140-150 მილიონი ბოთლი. შესაბამისად, ღვინის ეროვნული სააგენტოს შემოსავალი გაიზრდება. ღვინის მწარმოებლები ამბობენ იმასაც, რომ ცვლილებები მათთან შეთანხმებული ამ ეტაპზე არ არის. კერძო სექტორი იმედოვნებს, რომ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მათთან კონსულტაციები შედგება. ამასთან მეღვინეების შეფასებით სავალდებულო გადასახადის შემოღება ბიზნეს ხარჯებს გაუზრდის, რაც განსაკუთრებით დიდი ტვირთი შედარებით მცირე მწარმოებლებისთვის და მეურნეებისთვის იქნება. ეს ყველაფერი ალბათ უფრო მსხვილზე და მცირეზე არ უნდა იყოს, ეს ყველაფერი ალბათ უფრო არის საფასო კატეგორიაზე, იმიტომ რომ გასაყიდ ფასზე და მომგებიანობაზე, იმიტომ რომ ხანდახან ბიზნესის წესია ესეთი, რომ აწარმოებ მცირეს, მაგრამ მაღალი მოგები და მაღალი ფასი. ალბათ ჯობია რომ ყველა თანაბარ პირობებში იყოს კანონის მიხედვით. თავარია რომ ეს 10 თეთრი აზე დაიხარჯება. გამოდის რომ აქციზი ბრუნდება ღვინოზე. გადასახადი დღეს 10 თეთრი იქნება, ხვალ 15 თეთრი გახდება, ზეგ 20 თეთრი გახდება, რაც ღვინის ფასგაზდის, რომელთაც მომხმარებლები უკვე ნაკლებად იქნება იმ ხალხისკენ, რომლებიც მცირე მეწარმეები, რომელსაც საკმაოდ ძვირი უჯდებათ წარმოება და ფასიც საკმაოდ დიდი აქვს. ეს კიდევ სასაუბრო საკითხია და ალბათ ღვინის ეროვნულ სააგენტოს ამიტომაც არ აქვს ჯერ მიღებული გადაწყვეტილება, ალბათ იქნება კიდევ კონსულტაციები და ალბათ გადაწყვეტილების მიღება შემდგომ მოხდება. ვფიქრობ, რომ ზოგადად ყველა თემას ჯობია რომ ბიზნესმა და ამ შემთხვევაში თუნდაც ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ისაუბროს, რა თქმა უნდა გაიარონ ერთმანეთთან კონსულტაციები და უსმინოთ ერთმანეთს და ყოველთვის შემდგომ ნებისმიერი რეფორმა უფრო წარმატებულია. ბოლო პერიოდის გლობალური დინამიკა აჩვენებს, რომ სოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ღვინის მოხმარება მცირდება, რაც ბიზნესისთვის გარკვეულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. კერძო სექტორის შეფასებით იმისათვის, რომ კომპანიების შემოსავლიანობა არ შემცირდეს, მეტი აქცენტი ღვინის ხარისხზე და მაღალ საფასო სეგმენტზე უნდა გაკეთდეს, რაც შეეხება გამოწვევებს. სექტორის წარმომადგენლების თქმით, გაძვირებულია წარმოებისთვის საჭირო პროდუქცია, ნედლეული შესაფუთი მასალები თუ მანქანა დანადგარები, რაც პროდუქციის თვითღირებულებაზე უარყოფითად აისახება. რასაკვირველია, ორგანული მმართველობა მოითხოვს ორმაგ შრომას, ორმაგ ასე ვთქვათ, ინვესტირებას ანახარჯებს, თუმცა ამ უნაგები უფრო ასე ვთქვათ მაღალი ხარისხის არის და მაღალ სეგმენტის წარმოებას გულისხმობს. შესაბამისად, ეს ნიშა ძირითადად საქართველოს ბაზარზე ეხლა იკიდებს ფეხს. მცირე მარნებს ძალიან დიდი გამოწვევები აქვს, იმიტომ რომ საწარმო ხარჯები არის დიდი, დანადგარების ფასები არის ძვირი, ძალიან დიდი და რის გამოც ვერ წევს პატარა მარნები ამას. რაც სჭირდება მათ ეს აპარატურა დანადგარები, რომ აწარმოოს საუკეთესო და ხარისხიანი ღვინო. მიუხედავად იმისა, რომ წლიდან წლამდე უკვე ბოლო 4-5 წელია რაოდენობაში მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით ღვინის მოხმარება კლებულობს, თანხაში ღვინის მოხმარება იზრდება. შესაბამისად, ადამიანები მოიხმარენ უფრო ნაკლებს, მაგრამ უფრო მაღალი საფასო კატეგორიაზე, შესაბამისად მაღალი ხარისხისას. ამიტომ ვფიქრობ, რომ არა მარტო თბილ ღვინო, არამედ ქართული ღვინის მომავალი არის მაღალი კატეგორიის ღვინის წარმოება. გეტყვით იმასაც, რომ 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ღვინის გაყიდვებით $74 მილიონ შემოსავალი მიიღო. ექსპორტი წლიურად 2,2% არის გაზრდილი. უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგში ყურძნის ნატურალურმა ღვინოებმა 3,1%-იანი წილით მე-7 ადგილი დაიკავა. მადლობა ქრისტინე გამთენაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.